გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, აი დღეს პარასკევია და ცოტა შესვენების შემდეგ დაგიბრუნდით განახლებული გადაცემით, სილამაზის ალგორითმით, რომელსაც უნდა უსმინოთ, რა თქმა უნდა, რადიო სივრცის FM სიხშირეზე 98.5 და კახეთში 102 და 3 და ასევე უნდა გვიყუროთ ჩვენ Facebook და YouTube გვერდებზე. რა თქმა უნდა, გადაცემის კონცეფცია იგივე დარჩა, ვისაუბრებთ ყველაფერზე, სილამაზეზე, ჯანმრთელობაზე, თუ როგორ უნდა მოვუაროთ თავს, რომ გავხდეთ უფრო თავდაჯერებულები, როგორ შევარჩიოთ სასურველი სახისა და სხეულის მოვლის პროცედურები და პროდუქციები, ვისაუბრებთ სიახლეებზე, ესთეტიკურ მედიცინაზე, სიახლეებზე, ბიუთი დახლებზე, ასევე მოვიწვევთ უამრავ სპეციალისტებს, რათა გავიგოთ პროფესიონალების რჩევები და აღმოვხვრათ ესე თუ ის პრობლემები. დღეს ძალიან საინტერესო თემა მაქვს, რომელიც აუცილებლად ყველა ქალბატონს დააინტერესებს. ეს არის მკერდის აუგმენტაცია, ანუ უფრო გასაგებიენით რომ თქვა, იმპლანტები მკერდში, რომელიც მინდა რომ გულწრფელად გითხრათ, მეც გაკეთებული მაქვს. მკერდის აუგმენტაცია გავიკეთე დაახლოებით 13 წელია უკვე გასული და მიზეზსაც გეტყვით რატომ გავიკეთე, იმიტომ რომ 3 შვილის დედა ვარ და 3-ვე შვილი თითო წელი მყავდა ძუძუთი კვებაზე. ფაქტიურად აღარ დამრჩა მკერდი, დაკარგა სიმაგრე, მოცულობა და მივხვდი რომ მინდოდა ისევ ჩემი ლამაზი მკერდის დაბრუნება და ჩავიტარე მკერდის აუგმენტაცია. ამიტომ ჩემთვის ძალიან მარტივი და მისაღებია დღეს ამ თემაზე საუბარი და დღეს გადაცემაში სტუმრად მეყოლება ძალიან კარგი ბრენდის პოლიტეხის მიმართულების მენეჯერი, ულამაზესი მადონა გოცაძე. გამარჯობა მადონა. დიდი მადლობა რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი. აი აქ სხვადასხვანაირი იმპლანტებიც გვაქვს გამოფენილი და მოდი დავიწყოთ. ჯერ მოდი გკითხავ, ანუ მე ჩავიტარე მკერდის აუგმენტაცია სილამაზისთვის და აი კიდევ რა პრობლემისთვის იტარებენ ქალბატონები და მიმართავენ მკერდის აუგმენტაციას. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მსმენელს, წარმატებებს გისურვებთ და მიხარია რომ დღეს სტუმრად მოგვიწვიეთ. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ხშირი შემთხვევები არის ძუძუთი კვება, ორსულობის შემდგომ ფორმის დაკარგვა, არის თანდაყოლილი ასიმეტრია, რა შემთხვევაში შეიძლება არ მოწონდეს ქალს სასურველი ფორმა, ან უბრალოდ ზომის და ფორმის შეცვლა გადიდებას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ბევრი მიზეზი არსებობს, ან უბრალოდ თავდაჯერებულობა მეტი ადამიანისთვის, რომ რაღაც შინაგანად ჰარმონიულად იგრძნოს თავის სხეულთან თავი და ამ შემთხვევაში შეიძლება რა თქმა უნდა მიმართოს მკერდის აუგმენტაციას. დღესდღეობით ძალიან პოპულარული ოპერაციაა მკერდის აუგმენტაცია და მიხარია რომ გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით და რა თქმა უნდა მისასალმებელია, როდესაც რაღაც კომფორტს არ გიქმნის აუცილებლად ალბათ ყველანაირ ხერხს უნდა მიმართო ამისთვის. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა მაქვს, არის თუ არა საჭირო, რამდენადაც ვიცი ეს მითია თუ რეალობა, ეხა უნდა გკითხოთ, რომ 10 წლის შემდეგ იმპლანტი გამოსაცვლელია და რა ვიცი, ხა ჩემ შემთხვევაში 13 წელი გავიდა, რა თქმა უნდა თავიდან როგორც დამაბარა ქირურგმა ვიკეთებდი წელიწადში 2-ჯერ ეკოსკოპიას, ეხა ცოტა უკვე გავალაითე და წელი გავუთამამდი, ესე თქვა, წელიწადში ერთხელ ვიკეთებ და ყველაფერი წესრიგში მაქვს და აი მაინც არის თუ არა საჭირო რომ იმპლანტი გამოვიცვალოთ. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ნამდვილად რომ რაღაც ყოველწლიურად კონტროლი და ეტაპობრივად რაღაც კონტროლი ჩაიტაროს პაციენტმა. თუმცა დღევანდელი გაიდლაინებით, რასაც პოლიტეხი ბრენდი გვაძლევს, საჭირო ნამდვილად არ არის 8 წელიწადში გამოიცვალოს იმპლანტი. აქ მთავარი არის რომ პაციენტს მომხმარებელს ამ შემთხვევაში მოწონდეს თავისი მკერდის ფორმა ისევ როგორც ადრე პირობითაც, ან მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტული გართულება, რამაც საჭირო გახადოს იმპლანტის შეცვლა. თუ არანაირი დისკომფორტი პაციენტს არ აქვს მის ფორმასთან, ზომასთან და შესაბამისად გართულებასთან, რა თქმა უნდა შეუძლია რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ატაროს ეს იმპლანტები. და კონტროლი აუცილებელია, მარტო ამ კუთხით არა, ზოგადად ეს ყველამ ვიცით რომ რაღაც გარკვეულ პერიოდულ
არსებობით სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კონტროლი უნდა ჩავიტაროთ. ძალიან გამახარეთ ძალიან. ეხლა კი გადავიდეთ პოლიტექის ბრენდზე, რამდენადაც ვიცი ეს არის გერმანული ძალიან მაღალი ხარისხის იმპლანტები და აბა რას მოგვიყვებით საერთოდ რა კომპანია პოლიტეხი, რამდენი ხანია არსებობს და რამდენად უსაფრთხოა, სერტიფიცირებულია და ასე შემდეგ. კი ბატონო. პოლიტეხი არის გერმანული კომპანია, ეს არის ერთადერთი გერმანული მწარმოებელი, რომელიც აწარმოებს და ორიენტირებულია, თამამად შემიძლია ვთქვა ხარისხზე. 40 წელია უკვე პოლიტეხი აწარმოებს მკერდის და სხეულის იმპლანტებს და მას იყენებენ მსოფლიოში წამყვანი პლასტიკური ქირურგები. დღესდღეობით პოლიტეხის იმპლანტები გამოიყენება 90-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის უკვე 15 წელია ჩვენ გამოცდილება გვაქვს საქართველოში, რაც საკმაოდ დიდი პერიოდია. ესე იგი მე რომ გავიკეთე აუგმენტაცია ყოფილა უკვე პოლიტეხი საქართველოში, მაგრამ რატომაც მაშინ არავინ შემომთავაზა? კარგად არ მუშაობდნენ ალბათ, არ იცოდა ექიმ, არ ვიცი რა გითხრათ. დღესდღეობით ნამდვილად ყველა შემილია თამამად თქვა ეს რომ საქართველოში მოღვაწე ყველა პლასტიკური ქირურგი იცნობს პოლიტეხს, გამოუყენებია, მასთან შეხება ქონია და ყველა ოპერაცია რაც ჩატარებულა, ყოფილა წარმატებული, რა თქმა უნდა, ყველა იმპლანტში რაც არ უნდა იყოს, შეიძლება რაღაც კონკრეტული გართულება, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი რომ იმპლანტის გართულება იყოს, ხდება რაღაც გართულებები, ხანდახან შეუთავსებლობა ზოგადად ქსოვილთან, ან რაღაც თქვა ბაქტერია და ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, ის გამოც გართულება ყველა შეიძლება გართულდეს კონკრეტული ოპერაცია, თუმცა პოლიტეხით ჩატარებული ოპერაციების უმეტესობა, რაც 90%-ზე მეტია, ნამდვილად წარმატებით არის შესრულებული. და ძალიან კარგად გვიცნობენ ჩვენი პლასტიკური ქირურგები. ძალიან მრავალფეროვანი არჩევანიც გაქვთ, ეს მე რამდენადაც ვიცი, ფორმას ირჩევ ანატომიური და მრგვალი, ხო? მე ანატომიური მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ და მე მართლაც აი ეს ზედაპირი რაღაცნაირი ზედაპირი აქვს. მაქსიმალურად რბილია, რა ვიცი, თქვენს ხელში გრძნობთ, როგორი რბილი და მაქსიმალურად ბუნებრივთან მიახლოვებული იმპლანტები არის. პოლიტეხს აქვს როგორც მრგვალი, ასევე ანატომიური იმპლანტები და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანი ზოგადად იმპლანტის შერჩევა როცა ხდება, ხო ექიმი ითვალისწინებს ბევრ ფაქტორს, გარდა სურვილისა და ზომისა, ხო? აუცილებლად იზომება და ინსაზღვრება სხვადასხვა ზომის იმპლანტი, როგორ უნდა მოთავსდეს სხვადასხვა ადამიანში და იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ინდივიდუალური აღნაგობის და სხეულის ფორმები გვაქვს. პოლიტეხს აქვს 2500-ზე მეტი იმპლანტის არჩევანი, ფორმებში, ზომებში, დაფარვებშიც კი, ანუ მარტო ეს დაფარვა არ აქვს პოლიტეხს, ეს არის მიკროტექსტურა, არ ვიცი ხეს მსმენელისთვის რამდენად გასაგებია, მაგრამ სხვადასხვა ტიპის დაფარვები აქვს. ანუ ეს ახლა როგორი დაფარვაა? ეს არის მიკროტექსტურირებული, რაც არის პოლიურეთანი, აქვს გლუვი დაფარვის იმპლანტები და სხვადასხვა ამაში რა სხვადასხვა დაფარვას აქვს სხვადასხვა ჩვენება და სხვადასხვა გართულებები მაგალითად ხო ვისაუბრეთ გართულებაზე პირობითად ყველაზე ხშირი გართულება არის კაფსულური კონტრაქტურა რაც მაგალითად აი ამ დაფარვის იმპლანტებს მინიმუმამდე აქვს დაყვანილი და ძალიან მცირე შემთხვევებია ანუ არ არსებობს არც ერთი იმპლანტი რომელსაც საერთოდ არ აქვს კაფსულური კონტრაქტურის განვითარების რისკი არის დაფარვები მაგალითად გლუვი იმპლანტები შეიძლება უფრო მეტად თქვათ არსებობს ეს ტერმინი bottoming out-ი, როცა იმპლანტი ჩამოდის, ანუ ვერ მაგრდება, ის არის გლუვი მთლიანად პრიალა რომ წარმოიდგინოთ, სრიალა უფრო მეტად და შეიძლება განვითარდეს ამ შემთხვევაში დაბლა ჩამოწევა იმპლანტის, ვერ მიემაგროს ესე რომ თქვათ ქსოვილს და ნუ ამ შემთხვევაში ესეც ერთ-ერთი გართულება არის ესე რომ თქვათ იმპლანტის შემთხვევაში. თუმცა პოლიტეხი როგორც გითხარით, თავშივე მაქსიმალურად ორიენტირებულია ხარისხზე, ეს ფლობს ევროპულ ხარისხის სერტიფიკატს, რომელიც არის უმკაცრესი სტანდარტებით ევროპაში, ამ სერტიფიკატის მოპოვება უმკაცრესი სტანდარტებით ხდება და ნამდვილად მათი თითეული იმპლანტის დამზადება არის ესე რომ ვთქვათ ძალიან დიდი ტესტირების და დაკვირვების შემდეგ უკვე იფუთება და ჩამოდის ჩვენამდე. ამიტომ პაციენტებს, ვისაც სურთ ზოგადად აუგმენტაციის გაკეთება, საერთოდ კარგად უნდა მოიძიონ ინფორმაცია, როგორც ქირურგს არჩევენ, თავისთავად ყველა ვცდილობთ რომ გავიკითხოთ, რაღაცაზე დაყრდნობით
ცნობით მივიდეთ. ასევე უნდა გავიკითხოთ იმპლანტი, რას ვიდებთ ორგანიზმში, აუცილებლად ეს არის უცხო სხეული, რომელმაც უნდა გაუძლოს დროს, ეს არ არის რაღაც ერთჯერადი ოპერაცია, რომელსაც რამოდენიმე თვეში მე ისევ გაიმეორებ. უცხო სხეულია და აუცილებლად ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია იმპლანტების შემთხვევაში და რა თქმა უნდა ის გამოცდილება, რაც პოლიტეხს აქვს ეს 40-წლიანი გამოცდილება, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კარგად მოვიკვლიოთ ბრენდი, იმიტომ რომ მათ აქვთ არაერთი კვლევა ჩატარებული სხვადასხვა ტიპის იმპლანტებზე, თქვა შედარებებიც აქვთ იქ სხვა ბრენდის იმპლანტებზე, ასე რომ თქვა კონკურენტებზეც და ასევე თვითონ პოლიტეხის იმპლანტებზე ყველანაირი რისკები, ყველაფერი შეუძლია რომ პაციენტმა ნახოს და ნამდვილად დარწმუნდეს პოლიტეხის ხარისხში თუ როგორი ეს მაგარი ბრენდი და უსაფრთხოა ესე რომ ნამდვილად და აქ როგორც ხედავ, მადონა, თქვენ მარტო მკერდის იმპლანტები არ მოგიტანიათ. მოდით ახლა ესეც ვნახოთ რა არის, აი ეს გრძელი იმპლანტი. ეს არის წვევის იმპლანტი. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული მაინც მკერდის ოპერაციებია. პოლიტეხი აწარმოებს სხეულის იმპლანტებსაც, ისევე მკერდის და სხეულის იმპლანტებს. დიდად გავრცელებული ოპერაცია წვევის ოპერაცია არ არის, ეს არის ხოლმე დგება, ალბათ რომ გამოკვეთავისაც უნდა. დიახ, ასევე წარმოქმნილი გვაქვს 1000 ჯიყლის იმპლანტი. ეს არის დიახ 1000 ჯიყლის იმპლანტი. ნუ აქაც არის ხოლმე თანდაყოლილი შემთხვევებიც, ან რაღაც ტრამვირებული, როდესაც პაციენტებს ჭირდებათ და რაღაც აქაც ალბათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა უფრო მეტად, რომ შეიძლება რაღაც კომპლექსი იყოს ამ შემთხვევაში და ჩაანაცვლდება იმპლანტით, დიახ. მე მგონი ამომწურავად ვისაუბრეთ და ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ესეთი საინტერესო საუბრისთვის და რა ვიცი, აუცილებლად კიდევ მოგიწევთ ახალ-ახალი სიახლეები. ბატონო, მეც სიამოვნებით გეწევით წარმატებებს გისურვებთ. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო. გემშვიდობებით შემდეგ პარასკევად.